მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან შედგენილ ტესტურ დავალებებზე მუშაობას. მიმდინარე ვიდეოში სრულშემოგთავაზოთ მორიგი 5 ტესტური დავალება. დავიწყოთ მე-6 ტესტური დავალება არის შემდეგი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ზემდგომი სასამართლოს მითითებით, თუ ამას დაადგენს სასამართლო კოლეგიური შემადგენლობა ერთხმად, გევარიანტია სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დანიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და დევარიანტია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. აქ სწორი პასუხი გვექნება დევარიანტი თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64 მუხლისა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. მე-7 ტესტური დავალება არის შემდეგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია, ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლოს შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება, ავარიანტია, მხოლოდ შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით, ბ-ვარიანტია მხოლოდ ვებგვერდზე განთავსებით, გ-ვარიანტია მხოლოდ შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით და դ-ვარიანტია არც ერთი პასუხი არ არის სწორი. აქ ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ არც ერთი პასუხი არ გვექნება სწორი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78 მუხლისა. აი ამ მუხლის პირველი ნაწილი ამბობს ესეთ რამეს, რომ თუ მხარის ადგილსამყოფელი არის უცნობი, ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, რომ გამოიტანოს განჩინება სასამართლოს შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამიტომ თქვით, რომ არც ერთი პასუხი არ გვაქვს სწორი, ცალკე აღებული თითოეული შეიძლება იყოს სწორი, მაგრამ ყველა ვარიანტს თუ დავაკვირდებით, თავსართი აქვს მხოლოდ სიტყვა, ხო? მხოლოდ ნიშნავს, რომ სხვა ალტერნატივას არ გვთავაზობს ვარიანტი და მხოლოდ ამ შემთხვევებში არ არის ეს შესაძლებელი. ამ შემთხვევებში არ ხდება საჯარო სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელება, ამიტომ ვიტყვით, რომ არც ერთი პასუხი აქ არ გვექნება სწორი. გადავიდეთ მე-8 ტესტურ დავალებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს ავარიანტია განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ბ-ვარიანტია განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, გ-ვარიანტია განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ, դ-ვარიანტია სარჩელის გამოხმობის შესაძლებლობას განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საპროცესო კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს. ეხლა აქ უნდა ვთქვათ, სწორი პასუხი გვექნება გ-ვარიანტი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93 პრიმა მუხლის მეორე ნაწილისა. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. აქვე ვთქვათ ისიც, რომ ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. გადავიდეთ მე-9 ტესტური დავალების განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ მოსარჩელე სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეს, რომელიც დაშვებული იქნა სარჩელის შეტანისას, სასამართლო გამოიტანს განჩინებას საქმის წარმოებაში მიღების შეწყვეტის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელის დაუბრუნებს, ბ-ვარიანტია განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების განუხილველად დატოვების შესახებ და
სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს დაუბრუნებს, G ვარიანტია განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს დაუბრუნებს და D ვარიანტია განჩინებას მოსარჩელის დაჯარიმების შესახებ და კიდევ ერთხელ განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე მეტი. ეხლა აქ რასთან გვაქვს საქმე? პირველ რიგში ვთქვათ, რომ სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373 კვადრამუხლის მესამე ნაწილისა, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად არის წარდგენილი, სასამართლო პირველ რიგში ადგენს ხარვეს და შემდეგ მოსარჩელეს მისი აღმოსაფხრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. ეხლა თუ ამ 3 დღეში ანუ საუბარი არის რაზე, ხო? რომ მოსარჩელეს აქვს სულ მცირე 3 ან მეტი დღე, რასაც სასამართლო განუსაზღვრავს, იმისათვის რომ ხარვეზი გამოასწოროს. თუ იგი ხარვეს ვერ გამოასწორებს, არ გამოასწორებს, ცხადია სასამართლო მას წარმოებაში აღარ მიიღებს და გამოიტანს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარესქმის შესახებ და რაც შეეხება თვითონ ამ სარჩელს და თანდართულ დოკუმენტებს, უკან თავად მოსარჩელეს დაუბრუნებს. ამიტომ როგორც ვთქვით, აქ ჩვენ სწორი პასუხი ექნება მესამე ვარიანტი. და ბოლო მიმდინარე ვიდეო განხილვის ტესტური დავალება მე-10 ტესტზე გადავიდეთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დანიშნული ვადა სარჩელისა და მასში დასმულ საკითხებზე წერილობით პასუხის შესაგებლის შესადგენად და სასამართლოში წარსადგენად არ უნდა აღემატებოდეს ნებისმიერი სირთულის კატეგორიის საქმეებზე 30 დღეს, მარტივი სირთულის კატეგორიის საქმეებზე 7 დღეს, რთული კატეგორიის საქმეებზე 21 დღეს და საშუალო სირთულის კატეგორიის საქმეებზე 10 დღეს. აქ უნდა ვთქვათ პირდაპირ სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი, რთული კატეგორიის საქმეებზე 21 დღეს არ უნდა აღემატებოდეს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201 მუხლისა. 201 მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი. ესე იგი შესაგებელი, ხო? სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე. აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე 21 დღეს. აქვე გეტყვით იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს არც მარტივი სირთულის, არც საშუალო სირთულის კატეგორიის საქმეების ცნებას, თუმცა იცნობს, როგორც უკვე აღინიშნა, რთული კატეგორიის ცნებას, რაც გათვალისწინებული გვაქვს 201 მუხლში. მიმდინარე ვიდეოს ფარგლებში ეს 5 ტესტური დავალება მინდოდა თქვენთვის შევმეთავაზებინა. ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ მეცადინობის პროცესში და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.